გესალმებით, ეს არის კასპის სათემო რადიო. მე ვარ მაია თაბგოშვილი, მისი ერთ-ერთი ერთერთი ჩვენ ახლა ვიმყოფებით კასპის კულტურის ცენტრში, სადაც მიმდინარეობს რეპეტიცია. დავიწყეთ ხარა. მოდი დავესწროთ. მე ხომ იცი ვინცა? არ მესმის. მე ხომ იცი ვინცაო? ხმა მაღლა? ვინა? ვა! წავიდა? არ ვიცნობ. წავიდა? არა? პეტროვა რა. რა გინდა პეტრო? პირი გააღე. თქვენ პოლიტიკურ სუპერად და რამე არა? მიხვდა ეხლა რაც აინტერესებს. პოლიტიკა გაინტერესებს? უთხრა? პოლიტიკა კი არა ძმაჯი. ნელა. აბა? იქ პალტო. ის პალტო? ხო რა. გულწრფელი იყავი რომა, გულწრფელი. დიდი მადლობა. არ იყვირო. მე ძალიან მოვწეს. ვა! ვერ გაიგეტო. ეგ პალტო მინდა რა. ო! მე პალტო? მერე? ხო რა. შენ პეტრო ქვია რა? ფაიზავი. რა გვარი ხო პეტრო? ციხეში გვარს რა მნიშვნელობა აქვს? ჩემთვის. ნიშნულობა. მერე წავიდა. უთხარი პეტროსიანი. პეტროსიანცი ვარ. წამოდეკი. მე პეტროსიანცმა. ჯერ უთხარი ბოლომდე. მაღლაკელიძეს პალტო როგორ უნდა წაართვას? აი ესე. წარჩევა არ მიფიქრია ძმაჯა. წავიდა? მინდა რა. მუშტი. მუშტი არ გინდა. ეს მუშტი არ გინდა. რა, მაიცა. დინგი რა არის? დინგი რა. მიდი მიაგია. აი რომ მოხდება მე გაიგებდა. წავიდა მე. შენ მე ვინა გონი ვარ, შეარიქო. თელი ცხოვრება ციხეში გამიტანა. წავიდა მერე. მე დაგიჭი. მე დაგიჭირე თუ რა? არის ჩქარო, გახედე იმას. გამოხედე ამას? რა ხდება? აი ეს. მიეც ეგდანა. შენია? აი ესე. კი. ჩემია რა. დანას უყურე და ისე. დანა რო გქონდა მე რატომ არ ვიცოდი? ჩაღუნე ჩვენ თავი? არ იყირო. იმალავდი ბიჭო. აი ეგეთი ეს. როგორ გეკადრება თაფაზი? როგორ მეკადრება კი არა. ნელა უთხარი შვილი. რას ბრძანებთ? აი ასე უნდა მითხრა შენა ბიჭვარ. და ნელა. შენ რა იცი მე რა მეკადრება და რა. წამოუდგა ნელა. არა. ეგ არც დანას ვისურვებ. პოლიტიკოს რა. კითხვაზე გამიყვანეს და ეგრევე პარიად კარია რა. როგორ გეკადრებას მცალებ და წავიდა. რო პოლიტიკოსია ვიცი მაგრამ შენ ვინ ხარ? ეგ არ ვიცი. მაგრამ ის კი ნახდა არც ხურდი ხარ. როგორც პოლიტიკოსი. გადააგდე. აი ესე. გამოდი აქეთ ახლა. გაჩერდი? ბიჭო არ წავიდა. გამოხედე. ახლა ვეგადია საკუთში. აი ესე. ოღონდიცი რა აი ესე ნუ მოიკაკვები. წაიღო რო დაარყას. აბალანი. აი ეს უნდა იყოს. გაიგე? აი ეს უნდა იყოს. კი გავესაუბრებით საყმაწვილო თეატრი ფარდის მიღმა სამხატვრო ხელმძღვანელს ქალბატონ ეკატერინე ქრივიშვილს. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ახალგაზრდებს. მოგვიყევით თუ შეიძლება თქვენი დაარსების შესახებ. ესე იგი როგორ დაარსდა, ანუ როგორ შეიქმნა საყმაწვილო თეატრი ფარდის მიღმა. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ფარდის მიღმა ეს სახელწოდება არის აღებული ჩემი მესამე წიგნიდან, ეს არის წიგნი სახელწოდებით ფარდის მიღმა. მე ქალაქ კასპში მყავს არაჩვეულებრივი მეგობარი და ბრწყინვალე ქალბატონი თეა ხორბალაძე, რომელიც კულტურას განაგებს. და სწორედ აი ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი და ინიციატორი გახლდათ ქალბატონი თეა. მე ჩვენი ურთიერთობა გადაიზარდა საკმაოდ დიდ მეგობრობაში, როდესაც შემომთავაზე რომ კასპში ხომ არ გექნებოდა სურვილი, რომ შექმნილიყო და ჩამოყალიბებულიყო საყმაწვილო თეატრი. რამოდენიმეჯერ კი არა, ხშირად
რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის პროფესიული დრამატული თეატრი, იმიტომ რომ მე იმ თეატრის მსახიობი გახლავართ, იყო ჩამოსული გასტროლზე კასპში. ჰქონდა რამდენიმე სპექტაკლი ჩამოტანილი და ჩემი და ქალბატონი თეას შეხვედრაც დაიწყო იქიდან. მე დავფიქრდი და ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება მივიღე, იმიტომ რომ ჩემი წარმოშობა არის კასპიდან, შიდა ქართლიდან, მამის მხარეა. მთელი ჩემი ბავშვობა მაქვს ზემო ხანდაკში გატარებული და რატომაც არა ეს ძალიან ბრწყინვალე შემოთავაზება იყო, რომ აი აქ შექმნილიყო ახალგაზრდული ესეთი საკმაოდ თეატრი ფარდის მიღმა და დაკავებულები იქნებოდნენ ახალგაზრდები, იმიტომ რომ კასპს არ ჰქონდა თეატრი და საინტერესო იყო კასპის სხვადასხვა სოფლებიდან შემოუერთდნენ აი ამ საკმაოდ თეატრს ახალგაზრდები და ჩაებდნენ აი ამ არაჩვეულებრივ ფერხულში და მე ვფიქრობ საკმაოდ მნიშვნელოვანი და კარგი რამე გაკეთდა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენი ქალაქის ბრწყინვალე მერს ვახტანგ მაისურაძეს იმიტომ რომ ყოველთვის გვერდში უდგას ჯერ ქალაქს და მით უმეტეს ჩვენ საკმაოდ თეატრსაც ჩვენ ვიმყოფებოდით საბერძნეთში კონკრეტულად ქალაქ ათენში და დიდი მადლობა ჩვენი ქალაქის მერიას ვიმყოფებოდით თურქეთში ვიყავით იტალიაში მოვიარეთ რომი ნაპოლი ვიყავით ბარიში ქონდა იქ სპექტაკლი ვითამაშეთ პიესა ხანუმას მიხედვით ხვალ პრემიერა ასეთი სპექტაკლი მივიღეთ საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობა და გრან-პრი ავიღეთ ეს გრან-პრი ავიღეთ სპექტაკლით სამშობლოს არ ვისწავართმებთ ჩვენს ნურმინ შეეცილება ეს არის ვაჟა-ფშაველას თემა აღებული რომელიც იყო ფოლკლორით დახუნძლული და ძალიან საინტერესო იყო პირველი იყო ვაჟა მეორე იყო ხვალ პრემიერა და თუ შეიძლება ახლა გითხარით რაზე კიდაგეს წარით უკვე მაგრამ რომ გვიამბოთ დიდი მადლობა გაგცემთ ამაზე პასუხს აი დღეს თქვენ ხართ სტუმრად ჩვენთან და დაესწარით ამ შემთხვევაში მუშაობის პროცესს ეს არის გიორგი მაზნიაშვილი და მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ბრწყინვალე დრამატურგს და მწერალს ბატონ ედუარდ უგულავას რომელმაც გიორგი მაზნიაშვილის ეს ბრწყინვალე თემა პიესა დაქცია ის არის არაჩვეულებრივი დრამატურგი მართალია ახლა მე ვცდილობ რომ რაღაც პატარა ინტერპრეტაციები ჩემით ანუ არ მიწყენს ამაზე ბატონი ედუარდი და აი გიორგი მაზნიაშვილი რატომ გიორგი მაზნიაშვილი მე თქვენ ამაზე გაგცემთ პასუხს შეიძლება იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამ რომ მე ვარ შიდა ქართლიდან ეს არის კასპის რაიონის სოფელი ზემო ხანდაკი სადაც მთელი ჩემი ბავშვობა გავატარე და გვერდზევია სოფელი სასირეთი საიდანაც იყო გიორგი მაზნიაშვილი და აი ვაჟას მე რომ ახალგაზრდებმა ითამაშეს აი ამ ნიჭიერმა ახალგაზრდებმა ითამაშეს ხვალ პრემიერა და კიდევ ძალიან ბევრი ახალგაზრდა შემოუერთდა და ჩვენ ერთად მოგვიწევს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამის კეთება არიან ამ ფერხულში ჩართული ძალიან ბევრი ვიფიქრე რატომ არა გიორგი მაზნიაშვილი რატომ არა ის დაუმარცხებელი გენერალი და რატომ არა ის პიროვნება რომელიც იყო ჩემი მიწაწყლიდან მით უმეტეს კასპში არ გაკეთებულა ხო ახალგაზრდებო ვიცით ეს კი დაიდგა სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრმა დადგა ასეთი 24 საათი მაგრამ მე მინდა კონკრეტულად და მინდოდა შევხებოდი ყველა მნიშვნელოვან დეტალებს რომელიც გახმაურებული არ ყოფილა და ბატონ ედუარდთან ერთად გავიარე ეს პროცესი და რა ვიცი ნახოთ ამაზე უკვე მე შემდგომში მაყურებელი და საზოგადოება გამოიტანს დასკვნას ჩვენ რისი თქმა გვინდოდა რა გვინდოდა თუ როგორ წარმოვაჩინეთ მე ბატონი გიორგი მაზნიაშვილი ეს მართლაც დაუმარცხებელი გენერალი ამაზე იტყვის მე კასპი ან დაგტუქსავს ან ტაშ დაგვიკრავს და ჩვენ მაინც შევეცდებით რომ ბოლომდე რო იტყვიან სისხლის უკანასკნელ წვეთამდე როგორც ამბობენ ჩვენი საქმე ვაკეთოთ და პრემიერა იქნება მალე აი ველოდებით ახლა იმ პროცესს რომ ქალბატონი თეა ქუტაშვილი ჩაერთო ამ ჩვენს პროცესში ის არის არაჩვეულებრივი მხატვარი ხვალ პრემიერა ეკუთვნის სწორედ ქალბატონ თეას და უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო წინა სპექტაკლზე თანამშრომლობისთვის საინტერესო იყო
და ამ ჩვენი შემდეგი მესამე სპექტაკლის როგორც სამხატვრო, ასე ვთქვათ, მხატვრობის კუთხით გამფორმებელი იქნება ქალბატონი თია ქუტაშვილი. მუსიკას ტრადიციულად გააგრძელებს ცირა ემილი აფციაური, ჩემი გოგონა, იმიტომ რომ მას ძალიან კარგად ესმის მუსიკა, იმიტომ რომ მას ეკუთვნის მეორე ჩვენი სპექტაკლი ხვალ პრემიერა, რომელიც აჩვენეს ქალაქ კასპს და მოიარა იტალიის რამდენიმე ქალაქი, მუსიკა იქნება და დანარჩენი, რასაც ქვია, უკვე დადგმის პროცესი, თქვენი მონამორჩილი რამდენად როგორ გავაკეთებ, უკვე ვნახოთ ესეც საზოგადოებას მივანდოთ. ძალიან საინტერესოა. რამდენი ხანია, რაც თქვენი თეატრი არსებობს, რაც შექმენით? რაც ჩვენი თეატრი უკვე ფუნქციონირებს, არსებობს, უკვე ფაქტობრივად არის 3 წელი. 3 წლისა ჩვენი საყმაწვილო თეატრი ფარდის მიღმა. ხო ასე ახალგაზრდა? თქვენთან ფასიანია თუ როგორ არის? არა. ჩვენთან სწავლება არის უფასო და ძალიან დიდი მადლობა, რაც გააკეთა ქალაქის მერიამ ამისთვის, რომ ახალგაზრდებს მიეცათ იმის საშუალება, შესაძლებლობა, რომ ეზიარონ კულტურას და ხელოვნების ისეთ მნიშვნელოვან დარგს, როგორიც არის თეატრი. ну, რა ვიცი, მე მაინც ტაძარს ვეძახი, ამბობენ ტაძარი არ არისო, მაგრამ ჩემთვის ძალიან ისეთი ფაქიზია და ძალიან წმინდაა და აქ უფასოდ ხდება აი ამ ყველაფრის სწავლა. ბატონო ეკატერინე, თქვენ ახლა ისეთი ინფორმაცია გაავრცელეთ, რომ თქვენთან მოხვედრა და შესწავლა ამ ყველაფრის არის უფასო, რომ დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ ახალგაზრდას გაუჩნდება სურვილი, რომ მოგმართონ, ის თქვენთან ჩაერთონ და თუ შეიძლება სულიერი საზრდო, რასაც ქვია. თუ შეიძლება გითხარით, როგორ შეიძლება რომ მოგზებნოთ სოციალურ ქსელში? ან სად მოგზებნოთ? თუნდაც, კი ბატონო. პირველ რიგში ყველასთვის კარია ღია. ჩვენ მუშაობთ შაბათი კვირადღე დილის 10 საათიდან 2-3 საათამდე, როცა ხშირი პროცესია ვაგრძელებთ, ანუ როცა აუცილებელია ესეც, დრო არ ყოფნის. სოციალურ ქსელში შეუძლიან ნახონ ასეთი გვერდი. კი, გვაქვს ასეთი გვერდი. ეს არის ფარდის მიღმა, ჩაწერენ, როგორც არის ქართულად მითითებული, ასევე ლათინური ასოებით წერია ასევე ფარდის მიღმა და ყვავს უკვე საკმაოდ ბევრი გამომწერი და მინდა ვთქვა, რომ გამოიწერონ გვერდიც, მოისმინონ ძალიან საინტერესო ვიდეოები და ინფორმაციას მიიღებენ. გარდა ამისა, ჩვენ ვართ ასევე TikTok-ზეც, იქაც არის ფარდის მიღმა, აი ამ სახელით შეუძლიათ ასევე იქაც მოიწონონ და ძალიან ბევრი რამე გაიგონ და მოისმინონ. თვითონ კი მობრძანდნენ, იმიტომ რომ თეატრი ფარდის მიღმას კარები ყოველთვის ღია ყველა ნიჭიერი ახალგაზრდისათვის. დიდი მადლობა თქვენ, რომ მობრძანდით, დაინტერესდით. მინდა ძალიან ბევრი წარმატება ვუსურვო ქალაქ კასპის სათემო რადიოს. სათემო რადიო წარმატებებს გისურვებთ შემდეგ პროექტებში. მადლობა. გავესაუბრებით დასის წევრებს, ნუ გთხოვთ გვიანბოთ რა შეგძინათ თეატრმა. გამარჯობათ, მოგესალმებით. მე გახლავართ კასპის საყმაწვილო თეატრის ფარდის მიღმას მსახიობი, ოთარ გოდერძიშვილი. დაახლოებით 3 წელია უკვე აქ ვიმყოფები, ანუ გახსნიდან მალევე გავიგე ამ თეატრის შესახებ. და ნუ ძალიან როგორ ჩემში ძალიან ისეთი პიროვნული ზრდა მოხდა ამ თეატრიდან და რა ვიცი აი ბექასგან გავიგე ამ თეატრის შესახებ და ბექას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემთვის ჩემში ხო ბექა თუ შეიძლება გამარჯობათ მოგესალმებით მე გახლავართ ბექა ლაფერაშვილი ამ დასის წევრი მე ამ დასში ვიმყოფები უკვე გახსნის დღიდან, როცა ჩამოყალიბდა ეს თეატრი და ძალიან სიამონებს აი აქ მოსვლა, იმიტომ რომ როდესაც თეატრში მოვდივარ, ჩემთვის ყველაფერი უკან რჩება და თითქოს ახალ სამყაროში მივდივარ. ჩემთვის თეატრი არის სულიერი ზრდა, კულტურული ადგილი, სადაც შეიძლება ადამიანი განვითარდეს როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. ფიზიკურ განვითარებაში რაც გულისხმობ, იყოს განსხვავებული სხვა ადამიანებისგან და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ქალბატონ ეკატერინე ქრუიშვილის, რომ მოგცა ეს შანსი ახალგაზრდებს, რომ გაგვეცნო რა არის თეატრი და თეატრის სამყარო. გამარჯობა, მე ვარ მარიამ ხამხაძე. თეატრში მოვედი გახსნის დღიდან, კასტინგზე ამარჩია ქალბატონმა ეკატერინემ
და თეატრმა მე შემძინა სცენაზე დგომის გამოცდილება, სულიერი საზდომო, რაც მთავარია და მასწავლა დისციპლინა. მოგესალმებით. მე ვარ ანა ჭიჩოშვილი. მეც საკმაწერო თეატრში მოვერთდი გახსნის დღიდან და მე შემძინა თეატრმა თავდაჯერებულობა და რა თქმა უნდა გამოცდილება ასევე თეატრში სცენაზე დგომის და უფრო კომუნიკაბელურობა და ხალხში გახსნილობა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფარდის მიღმას ასეთი გულთბილი მასპინძლობისთვის. წარმატებები მინდა ვუსურვო მათ და ჩვენი სათემო რადიო კი მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებად.